ბარიერი დაბრუნდა პირდაპირ ეთერში ჩატარდება თუ არა 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების სამართლიან და მშვიდ გარემოში და რა დარღვევები დაფიქსირდა უკვე წინა საარჩევნოდ ამაზე ვისაუბრეთ გადაცემის ამ ნაწილში. ლევან ხაბეიშვილი პატაბურტულაძის მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის წევრი სოფო ხორგვანის სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე და მიხეილ ბენიძე სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების დირექტორი არიან გადაცემის ამ ნაწილის სტუმრები. სამართლიანმა არჩევნებმა გამოაქვეყნა წინასწარი უბრალოდ ჩუალედური დასკვნა წინა საარჩევნო ვითარებასთან დაკავშირებით პირველ რიგში მოვსმენთ მიხეილ ბენიძეს, რომელიც ისაუბრებს კონკრეტულად დარღვევების რა ფაქტები დააფიქსირა მათმა არასამთავრობო ორგანიზაციამ. მოგესალმებით ბატონ მიხეილ, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. თუ შეიძლება მოკლედ გითხარით, აი რაღაცა განზოგადებულად ჩამონათვალი, რა ტიპის დარღვევები აღმოაჩინა თქვენმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და რა არის ყველაზე მთავარი პრობლემა წინა საარჩევნო პერიოდში? საღამოშვიდობისა და დიდი მადლობა მოწვევისათვის. ძირითადი ტენდენციის სახით ჩვენ ამ ეტაპზე რამდენიმე დარღვევას გამოვკვეთდით, რაც შედარებით უფრო მნიშვნელოვანი და უფრო ასე ვთქვათ მწვავე არის ამ ეტაპზე. მოგახსენებთ, რომ ეს ანგარიში, რომელზეც თქვენ საუბრობდით, არის მეორე შუალედური ანგარიში და მოიცავს 18 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდს, ანუ შემდეგ მომხდარი მოვლენები აქ შესაძლოა არ იყოს, თუმცა ამ პერიოდისთვის, ამ საანგარიშო პერიოდისთვის იყო ამორჩევლის მოსყიდვის ფაქტები, რომელთაც ადგილი აქვს სხვადასხვა პარტიის მხრიდან, როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციური პარტიების მხრიდანაც და მიუხედავად იმისა, რომ აკრძალვები არის კანონში, ამ მიმართულებით მაინც პარტიები ახერხებენ, რომ ამ თუ იმ სახით ან საჩუქრები გადასცენ ამორჩევლებს, ან სხვა მეთოდებით მოახდინონ მათი დაინტერესება სწორედ ფულადი სახსრებით ამ არის ეს სისტემური ხასიათის თქვენ სამი ფაქტი გაქვთ ჩამოთვლილი, მე რაც ვნახე, თუ ეს უბრალოდ რაღაცა ინერცია, რომელზეც უარს ვერ ამბობენ პარტიები, მაგალითად ეტლების გადაცემაზე არის ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებით საუბარი და ქართულ ოცნებაზე საუბარი პრემიერმა, რომ აჩუქა ბეჭედი და წყვილს, თუმცა ეს არ ვიცი დასტურდება თუ არა საბოლოოდ. თავად ფაქტი, რა თქმა უნდა, დასტურდება, ჩვენ ამის ფოტომასალა გვაქვს პრემიერის შემთხვევაში ბეშუმში გადაცემული ბეჭდების და პრინციპში ამ ინფორმაციას სწავლობს აუდიტის სამსახურიც, ასევე შედარებით ახალი ინფორმაცია არის მარნეულში სწორედ ამ ეტლის გადაცემის შესახებ, ქართული უბრალოდ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შტაბის ხელმძღვანელის მხრიდან. რაც შეეხება რამდენად პრობლემურია. საუბარია ცენტრისტების მიერ მოსახლეობისთვის და რუსული პენსიების დაპირებაზე. თუმცა ეს რამდენად შეიძლება პირდაპირ მოსყიდვის ფაქტად ჩავთვალოთ და თან ცენტრისტები აღარც არიან უკვე რეგისტრირებული. ამ ეტაპზე ესენი არ არიან, თუმცა ამ პერიოდში, რა თქმა უნდა, ცენტრისტები წარმოადგენენ საარჩევნო სუბიექტს. ეს ცალსახად მოსყიდვა არის, კონკრეტულად გეტყვით რატომაც, იმიტომ რომ დაპირება ხდებოდა 400 ლარიანი რუსული პენსიის, თანაც მხოლოდ წააგეთ, უბრალოდ არასამთავრობო ორგანიზაციებმა სასამართლო წააგეს ამ მოგახსენეთ ამის შესახებ, პირველ რიგში ფაქტის შესახებ ვისაუბროთ, ხდებოდა დაპირება 400 ლარიანი პენსიის მხოლოდ იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც დარეგისტრირდებოდნენ წინასწარ პარტიაში და დადებდნენ ამ ეგრეთ წოდებულ ხელშეკრულებას პარტიასთან, მხოლოდ ამ პირებს გადასცემდა პოლიტიკური პარტია 400 ლარიან პენსიას და თანაც ამ 400 ლარიანი პენსიის დაფინანსების წყარო იყო რუსული ბიუჯეტი, რომელიც ცალსახად იკრძალება წინა საარჩევნო დაპირებები იკრძალება სწორედ რუსულ. ასე თუ ისე ეს სამი ფაქტი რამდენად იძლევა განზოგადების საშუალებას, რომ ამ არჩევნების წინა პერიოდში მასობრივად არის ეს დარღვევა ამორჩევლის მოსყიდვა. თუ სამი ფაქტი უკვე საგანგაშოა თქვენთვის. ჩვენ კიდევ გქონდა წინა ანგარიშიც გარკვეული ფაქტები მოსყიდვასთან დაკავშირებით და ამ კუთხით ჩნდებოდა კითხვები. გახსოვთ თქვენ რიმა ბერაძის მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო ღონისძიებას, რომელიც სამედიცინო მომსახურებას უწევდა პედაგოგებს, 200 პედაგოგზე იყო იქ საუბარი და ასევე გახსოვთ ბატონი ვარშალომიძის მიერ დადებული ხელშეკრულებები აჭარაში, რომელმაც ასევე გამოიწვია კითხვები. ამიტომ ჩვენთვის საყურადღებო ტენდენცია ამორჩევლის მოსყიდვა გახდა სწორედ იმიტომ, რომ საკმაოდ ფართო აღმოჩნდა იგი, არა მხოლოდ ერთი კონკრეტული პარტიის მიერ ხდება ეს ფაქტები და ჩვენ კიდევ გვაქვს გარკვეული ფაქტების შესახებ ინფორმაცია, რომელიც უკვე ამ საანგარიშო პერიოდს ხდება და იმდენად რამდენადაც ჯერ ვაზუსტებთ და ვმუშაობთ ამ ფაქტებზე, ცხადია ამაზე უფრო მოგვიანებით ვისაუბრებთ დეტალურად და იმდენად რამდენადაც ეს ფაქტები ხორციელდება პრაქტიკულად სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის
პარტიების მხრიდან სხვადასხვა ტერიტორიულ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ეს ჩვენთვის საყურადღებო ტენდენცია. ამიტომ საყურადღებო ტენდენცია არის იმიტომ, რომ წინა არჩევნებს თუ შევადარებთ, გარკვეულწილად ამ მიმართულებით ანუ ადგილობრივ არჩევნებს გულისხმობთ. გულისხმობთ თუნდაც 2012 წლის არჩევნებს მათ შორის, ანუ იქ ჩვენ ვხედავდით სხვა ტენდენციებს, სადაც უფრო პრობლემური იყო ძალადობის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტები, რაც მაშინ წელს, ასე იგი, იმ პერიოდთან შედარებით ცხადია, რომ გაუმჯობესება ამ მიმართულებით არის და ამაზეც ჩვენ არ გვაქვს პრობლემა რომ ვისაუბროთ, მაგრამ ამომრჩევლის მოსყიდვის კუთხით ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პრობლემა ასეთი სიმწვავით უფრო მეტად წელს დადგა. კარგით, აქ კიდევ ჩამოთვლილია რამდენიმე ტიპის დარღვევაზე, ფიზიკური დაპირისპირებაზე, წოლა-მუქა რა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, უფლებამოსილი პირის მიერ აგიტაციაში მონაწილეობა, არაუფლებამოსილი პირის მიერ უკაცრავად, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ბიუჯეტის ცვლილებების და საარჩევნო კომისიის წევრების გადაცნობის ფაქტები და აქ საუბარია კიდევ სიძულვილის ენის გამოყენებაზე და ხაზგასმულია, რომ აქ საქმე ეხებოდა მონიტორინგში ნათქვამია, რომ საქმე ეხებოდა გიორგი ვაშაძეს. საინტერესოა, შეგიძლიათ მოიყვანოთ მაგალითი გიორგი ვაშაძის პარტიის წარმომადგენელების ჩვენთან და ვფიქრობ მასත් საინტერესოა. საუბარია შალვა ნათელაშვილის რეპლიკებზე სოციალისტური პარტიასა და ორგანიზაცია ჩვენი სამშობლოს წარმომადგენლების მიერ სიძულვილის ენის გამოყენებას და სხვა დარღვევებზე თუ შეგიძლიათ გითხრათ, აი რაც ჩამოვთვალე იქიდან რომელი იყო კიდევ თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. რადგან სიძულვილის ენით დაინტერესდით, შემიძლია ამით დავიწყო და შემდეგ უფრო ასე ვთქვათ მნიშვნელოვან ტენდენციაზე გადავიდეთ. სიძულვილის ენა ამ შემთხვევაში ბატონო ვაშაძის შემთხვევაში ეს იყო 23 ივლისს ოზურგეთში მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე გამოთქმული მოსაზრება, მე ციტირებას არ მოვახდენ ამ შემთხვევაში, ანგარიში მოცემულია სიტყვა. შეიძლება ჩაერთოს. უკაცრავად ეცუთით რა. ძალიან. ბატონი ლევან ხაბეიშვილია ვაშაძის პარტიის წარმომადგენელი, უკაცრავად ძალიან მოკლედ კონკრეტულად ძალიან გთხოვთ ციტირება მოახდინეთ ზუსტად. საზოგადოებამ გაიგოს, რაც ეძახით სიძულვილის ენას და მეორე როცა ამბობთ, რომ სისტემატურად ხდებოდა და ანგარიში მოიტანეთ, რომ ვაშაძე არის ამ მიმართულებით ლიდერი და ამ დროს გააქვთ ერთი ფრაზა მოტანილი, რომელიც ოზურგეთში 23 ივლისს დაფიქსირდა, ცოტა არ იყოს უხერხულია. ძალიან გთხოვთ ციტირებას იმ ფრაზისას, რომელსაც ეძახით თქვენ სიძულვილის ენას. ბატონო ლევან, შეგიძლიათ უფრო კონკრეტულად პირველ რიგში ჩვენ არსად არ გვაქვს ნახსენები, რომ სისტემატურად ხდებოდა. ვაშაძე არის ლიდერია. არ ვიწერია, რომ ლიდერი არის. როგორ არა კაცო არის არა, ასე მე ხა ძირითადად გამოყენებული იყო გიორგი ვაშაძის ლიდერებს ამდენად არ ვავლენთ და რეიტინგებს არ ვამბობთ, ჩვენ გამოვკვეთეთ. რატო გამოვკვეთეთ? ჩვენ გამოვკვეთეთ ის ფაქტები, რა ფაქტებსაც ჰქონდა ადგილი, ამ შემთხვევაში იმიტომ გამოვკვეთეთ ბატონი ვაშაძე, რომ მან მოიხსენია ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და სომხეთი როგორც ნეგატიური მაგალითები და დამაკნინებელ მიმართულებით მოიხსენია. მე მგონი ხა ამ რეჟიმში ასე არა აქვს გაგრძელება საქმე. ბატონო ლევან, ხო? თქვენ მოახდინეთ მოკლედ თუ არა მოგვ მე ვიტყვი საზოგადოებისთვის რომ იყოს გასაგები. ეს ადამიანი რას უწოდებს სიძულვილის ენას და თან კიდევ ერთხელ ამბობ მოკლედ და ბატონი ხელს თან თურმე ის რა ქვია ხშირად ხდებოდა ესეთ რამე. ვაშაძე არის ერთი, როცა თქვა ოზურგეთში ესეთი რამე. ხელისუფლება მიგვაჩვია იმას, რომ ჩვენ თუმე მაჩანჩალა ქვეყანა ვართ. ვადარებთ ჩვენ თავს ყირგიზეთს, ტაჯიკეთს, ვადარებთ სომხეთს. რატომ? როცა ასეთი გეოგრაფიული მდებარეობა გვაქვს, როცა ამდენი ნიჭიერი ადამიანი გვყავს, როცა ამხელა კულტურა გვაქვს. თურმე ეს არის სიძულვილის ენა. აქ საუბარი არის ეკონომიკური მიმართულებით. და არანაირ სიძულვილის ენა ეს საუბარი არ არის რა. გასაგებია. კარგი, გასაგებია თქვენი პოზიცია, მე მგონი მაყურებელი თვითონ შეახასებს. ბატონო? ამ ციტატაზე. დიახ, ეს ციტატა არის მოყვანილი, მე მგონი მაყურებელი თავად შეახასებს, ასე რომ ეკონომიკურ კონტექსტში გავიგებთ. რა თქმა უნდა, რატო გაიგებთ? კი ბატონო, თქვენ შეიძლება სხვა კონტექსტშიც გაიგოთ, თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ მათ შორის სომხეთის და სხვა ქვეყნების ხსენება ნეგატიურ კონტექსტში არ არის ნამდვილად მოსატანი საარჩევნო ჩამორჩენილია ან ვიღაც ჩვენზე განვითარებული აქ უკაცრავად არასაკუთრებულ ორგანიზაციას აქ არ მოდი მე არა ვარ ეს არ არის ყველაზე მთავარი დარღვევა ეს არ არის ყველაზე მთავარი დარღვევა მე არ ვაპირებ რომ ამ საკითხს ვასწავლებ ამ საკითხის რეჟიმში გადავერთოთ
ეს არ არის ნორმალური რა. არავითარ შემთხვევაში არ მოგწევთ იმის საშუალებას, რომ დისკრედიტაცია მოახდინოთ კონკრეტული პოლიტიკოსის, ამ შემთხვევაში გიორგი ვაშაძის. მით უმეტეს როცა არის მხოლოდ ერთ ციტატაზე და აგერ წავიკითხეთ საზოგადოებამ თავად განსაჯოს, რამდენად ეს არის სიძულვის ზენა. მას შემდეგ რაც გიორგი ვაშაძე პარტია დააფუძნა, ჩვენ თავარი მესიჯი არის გაერთიანება, არა აგრესია და დაპირისპირება. ბატონ მიხეილს დავასრულებინოთ. ძალიან კარგი მე მივესალმები თუ კი ეს არ არის თქვენი პარტიის მთავარი მესიჯი, მე დარწმუნებული ვარ რომ ეს არც არის თქვენი პარტიის მთავარი მესიჯი, ძალიან კარგი იქნება. გასაგებია ბატონ მიხეილ ძალიან კარგი იქნება თუ მომავალში მივაქცეთ ყველდღეს. მე არ მაქვს პრობლემა, არ ვამბობთ ნამდვილად რომ თქვენ ხართ ამ კუთხით, არ ვიცი, თქვენი პოლიტიკა არის რაიმე სახით სიძულვილის წამახეზებელი, ეს არ ყოფილა ჩვენს ანგარიში. და გავაგრძელოთ, რაც მთავარი საკითხები არის. ორი მთავარ ტენდენციას გამოვყოფ ხარ, რადგან დროის პრობლემა გვაქვს. და დავასრულოთ თქვენთან საუბარი, ამიტომ ძალიან ხოთ გითხარით, ანუ რა არის მთავარი პრობლემა, რომელიც გრძელდება დროში, აი პირველი მონიტორინგის დროსაც, ანგარიშის დროსაც, მეორეს დროსაც და სავარაუდოდ კიდევ გაგრძელდება, ანუ რაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება ხელისუფლებამ თუ მედიამ თუ რა ვიცი არასამთავრობო ორგანიზაციამ. მოგეხსენებთ, ანუ ერთი ვისაუბრეთ ამორჩევლის მოსყიდვაზე და აღარ დაუბრუნდები ამ თემას, მეორე თემა ეს არის წინასაარჩევნო და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხი, რომელიც ასევე მრავლად დაფიქსირდა, 8 ფაქტი გვაქვს მოცემული ამ ანგარიშში. ძირითადად ეს ფაქტები ეხება საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების თანამშრომლების მობილიზებას და საჯარო მოხელეების მობილიზებას რეგიონებში ქართული ოცნების წინასაარჩევნო შეხვედრებზე დასასწრებად, მათ შორის პრემიერის მიერ მაჟორიტარების წარდგენის დროს ჩვენ არაერთი ფაქტი გვაქვს მოყვანილი და სათითაოდ არ გავივლი, მაგრამ ხედავთ რომ მაგალითად კახეთში როდესაც ეს წარდგენა ხდებოდა, ეს არის 5 აგვისტოს, ამ დღეს პრაქტიკულად 16 საათიდან არაერთ მუნიციპალიტეტში ხდებოდა მობილიზება სწორედ თვითმმართველობის სამსახურებში შემავალი ასე ვთქვათ დასაქმებული საჯარო მოხელეების და სხვა პირების, მათ შორის ბაღებსა და ხდებოდა თუ არის უბრალოდ გადაცდომა ეს არის სამუშაო საათებში, ეს არის სამუშაო საათებში საჯარო მოხელეთა მონაწილეობა სააგიტაციო ღონისძიებებში, მაგალითად სიღნაღში ჩვენ ვნახეთ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურები პრაქტიკულად დაკეტილი იყო ამ დღეს სამუშაო საათებში და არ ფუნქციონირებდა. ანუ ეს არის ერთი პრობლემა და მეორე პრობლემა არის სავარაუდოდ ის რომ აქ სწორედ მათი მობილიზება ხდებოდა თანამდებობის გამოყენებით ალბათ თვითმმართველობებში შესაბამისი პირების მიერ. ეს არის საკმაოდ სერიოზული ტენდენცია, რომელსაც ყველგან ვხედავთ, ეს უბრალოდ კახეთი გამოვყავი მე, მაგრამ სხვა შემთხვევებშიც მსგავს ფაქტებს ვხედავთ და ასევე თვითმმართველობებზე როდესაც ვსაუბრობთ, ბიუჯეტის ცვლილებებით საინტერესო ტენდენცია იყო ჩვენთვის. მართალია 9 მაგალითი მოგვიყვანეთ, მაგალითად და უნდა კი ბატონო, მართალია 9 აგვისტოდან შედის ოფიციალური შეზღუდვა ამ კუთხით ძალაში, მაგრამ ჩვენი აზრით არაერთი საბიუჯეტო ცვლილება სწორედ აჩენს ეჭვებს, რომ ეს საბიუჯეტო ცვლილებები მიმართული იყო იმისკენ, რომ პროექტები, რომელიც შემდეგ იწყება სწორედ საარჩევნო პერიოდში აგვისტოსა და სექტემბერში, ეს გარკვეულწილად საარჩევნო თავისი არსით საარჩევნო ხასიათს ატარებს. მაგალითად შემიძლია შუახელში გითხრათ რომ 2 მილიონით გაიზარდა ადგილობრივი ბიუჯეტი, ეს თანხა მიემართა გზების რეაბილიტაციაზე და ბაგაბაღების რეკონსტრუქციაზე, ასევე სხვა მუნიციპალიტეტებში ვხედავთ სწორედ ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყება. ბოლო კითხვა მექნება, მუდმივი თემა იყო ხოლმე ეს ყველა არჩევნების დროს, წინა ხელისუფლების დროსაც და იმის წინა ხელისუფლების დროსაც, რომ ოპოზიცია ადანაშაულებდა ხელისუფლებას და არასამთავრობოები, რომ სუსტად საარჩევნოდ იწყებდნენ გარკვეულ პროექტებს და ხელისუფლების მხრიდან იყო ხოლმე ყოველთვის პასუხი, რომ რა გავაკეთოთ, არჩევნები ყოველთვის არის და ხო არ გავაჩერებთ პროექტებს, ხო? შეიძლება იყოს უბრალოდ დამთხევა და როცა მაგალითად საქმე ეხება ბაგაბაღის რეაბილიტაციას, ნებისმიერი ხელისუფლება იტყვის, რომ ეს საჭირო საქმეა და არჩევნების გამო ვერ შეაჩერებს ამ პროცესს. რა სიტყვით აი ამ არგუმენტს? მოგახსენებთ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ისევ და ისევ ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ამ საბიუჯეტო ცვლილებებით კანონი არ დარღვეულა და თავის მხრივ ეს არ წარმოადგენს საარჩევნო კოდექსის დარღვევას და ეს ანგარიშიც გვაქვს ჩვენ აღნიშნული, თუმცა
ისეთი პროექტები როგორიც არის ბაგაბაღების რეაბილიტაცია და რეკონსტრუქცია და რემონტი არის ის პროექტები რომელთა წინასწარი განსაზღვრად შეიძლება და მათი საჭიროებიდან გამომდინარე ამაზე არავინ დაობს რომ მათი საჭიროება არის ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში მაგრამ სავარაუდოდ ეს თავიდანვე უნდა იყოს ჩადებული უნდა მოხდეს ხოლმე ვინაიდან ზაფხულში ისვენებენ ბაგაბაღები და გასაგები ანუ ასეთი რამის გაგეგმა წინასწარ შეიძლება ბიუჯეტში შეიძლება ღონისძიებები განხორციელდეს ზაფხულში მაგრამ ჩადებული იყოს ბიუჯეტში იანვრიდან მოყოლებული მაშინ როდესაც ამ საბიუჯეტო ხაზების ასე ვთქვათ გაზრდა ხდება სწორედ ზაფხულის პერიოდში და ივლիս-აგვისტოში და სექტემბერში მიმდინარეობს კონსერვები ეს შეიძლება იყოს კითხვების საფუძველი ჩვენი სტუმარი იყო მიხეილ ბენიძე სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების დირექტორი ბრუნდებით სტუდიაში სადაც სოფო ხორგუას დაუსვავ კითხავს ქალბატონ სოფო როგორ ფიქრობთ ის მანკიერი წრე რომელიც წლების განმავლობაში იყო ქართულ არჩევნებზე ყოველ არჩევნებზე თითქმის ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ზეწოლა დაშინება რა ვიცი მოსყიდვა ამომრჩევლის სიძულვილის ენაზე აღარაფერს ვიტყვი ვინაიდან სხვადასხვა აღქმა აქვს სიძულვილის ენის ყველას ამ არჩევნებზეც გრძელდება ეს წრე არ გარღვეულა და ისევ იმასთან გვაქვს საქმე რასთანაც გქონდა წლების მანძილზე მოგესალმებით მივესალმებით თქვენს მაყურებელს სტუმარს მე ბატონ მიშა ხო ვეთქვი მადლობას და ზოგადად ძალიან კარგია რომ არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურობენ ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მსგავსი მონიტორინგი გაგრძელდება მათი მხრიდან და მე მადლობას ვუხდი ჩემი მხრიდან მათ ძალიან მნიშვნელოვანია ეს იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ განვითარებული ქვეყანა ჩვენ განვითარებადი ქვეყანა ვართ და განსადა ეს რაც იყო მოსყიდვაზე საუბარი რაღაც რაც ჩამოთვალა სიმართლე გითხრათ ლოგიკური არის ის რაც მოვისმენთ ჩემთვის ეს დამაჯერებელი იყო ეს ანგარიში ვიღარ აქ სამი პარტია იყო დადანაშაულებული არა მხოლოდ სახელმწიფო ხელისუფლება არა ლაპარაკობ მესამ პოლიტიკოსები ძალიან ისეთ საინტერესო რაღაცა ეხა ესე მეცნიერება სასაცილო თუ არ ვიცი ორი დღის წინ მოხდა როგორც წესი ჩვენ მიჩვეული ვართ ხოლმე რომ აი ხელისუფლებას ვადანაშაულებ დარღვევებში და ამ შემთხვევაში ოპოზიციაც და არა ძალიან საინტერესო მოხდა ორი დღის წინ მოხდა მაგალითად აი მე ასეთი რამე არ მახსოვს რაღაც წინა ხელისუფლება მე ვიყიდი კენც 2010 წელს უცებ წარმოვიდნენ რომ დედაჩემი შევარდნილიყო თქმა უნდა გაელახა ვინმე რომელიმე კომისიის წევრი იმაში მოხდა მარტვილში მოხდა მარტვილის მაჟორიტარობის კანდიდატის მეცოლი შევარდა სადღაც და ორი ხალი galახა იმაში კომისიაში მე ვიყავი სრედმე ესეთი რაღაც არ მახსოვს ოპოზიციონერი თუ სახელმწიფო ოპოზიციონერების ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციაში და ოპოზიციონერი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის მეუღლე შევარდა კომისიის წევრია და galახა ორი ხალი კომისიის წევრები. ასეთი რომ მე ახლა მაგას ვიხო დედაჩემი რომ შევარდნილიყო სადღაც და გაელახა ნაციონალური მოძრაობა. არა მე რაღაცა ისე თქვა მინდა რომ ჩვენ რომ განვითარებად ხა ისე განვითარებულ ქვეყანაში არ ვცხოვრობთ თორე შვედეთში კითხვა რომ დავუსვი რატომ როცა მარკირებას არ აკეთებთ მეთქი და ვიღაცა მოდის და ხო შეიძლება მეორეჯერ მისცეს სხვაგან მისცეს ხმა ვერ გაიგო კითხვა რა დავუსვით საერთოდ და ისიც ვერ გაგვიბედა რომ რასისრულეს გვეკითხებით რომ ალბათ ჩემი ინგლისური საკმარისად კარგი არა და ვერ კარგად ვერ ახსენი ჩვენი სისტემაო მე ვლაპარაკობ ჩვენ ეს ყველაფერი არის ლოგიკური ის რომ ვიღაცა მოსყიდვას მიმართავს მოსყიდვის გზას მიმართავს კულტურა და სადაც სიღარიბე პრობლემა არის ის ადამიანი იყენებს ამას ის რომ ადმინისტრაციულ რესურსს გამოყენება ცდილობს ვიღაცას აი გეუბნები არა ამ შემთხვევაში ხელისუფლების გარდა ვერავინ ვერ გამოიყენებს არა მოსყიდვის თემა არა ბარშალომიძე დაასახელა ხელისუფლება არ საუბრობთ მე ვლაპარაკობ მოსყიდვაზე ნინო ხო გავიგე კითხვა ხა მოვუყავ ვლაპარაკობ მოსყიდვაზე ჯერ ვლაპარაკობ მოსყიდვა ეს არის ლოგიკური და მე ძალიან გამიკვირდებოდა რომ ვინმეს ეს არ ეცადა იმიტომ რომ არ ვარ ჩვენ მაღალი პოლიტიკური კულტურის მატარებელი ქვეყანა ჯერჯერობით ესია და ვერ მოვთხოვე ხა ნუ რა გავაკეთო 100 მოცემულობა ვარშალობიძე თქმა ამტკიცებდა რომ მე ეს არ არის მოსყიდვაო ანუ ეს მოცემული თან ოდესაც იცი რომ ღარიბი ქვეყანა ვარ და არა გვაქვს ეს 200 წლიანი გამოვიდება ესეთი პოლიტიკური კულტურის არ გვაქვს ეხლა რაც შეეხება ადმინისტრაციულ რესურსის გამოყენებას ცდილობა რა თქმა უნდა იქნება ამის ამიტომ არის მნიშვნელოვანი ეს მონიტორინგი ძალიან მნიშვნელოვანი და რაც მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია იქნება ჩართული მით უკეთესი და აქ იყო ძალიან საინტერესო რაც შეეხება ადმინისტრაციულ რესურსს მე სიმართლე გითხრათ ნაკლებად მგონია ამას უფრო ნაკლებ საფრთხეთ ვხედავ მე უფრო ეს აგრესია მაშფოთებს ბატონ მიხეილი რომ აი გაგნახში კახეთში აკეტილია თვითმმართველობის ორგანოები შეხვედრების დროს და მიდიან
მოვისმინე, მეც მოვისმინე და გეტყვი ხა რატომ? ახლა მე გეტყვი რატომ გონია რომ იმიტომ რომ ამ ხელისუფლებას უნიათობას როევდნენ გახიან, როცა საჭირო ახლა როგორ შეიძლება გამოიყენოს ეს ადმინისტრაციული რესურსი, რომ აი თავისი რაღაცები გაგიკეთოს და გაჩვენოს რაღაც გამკეთებელია და რასაც აკეთებდა იმის მოტანას ვერ ახერხებდა თავის მოქალაქესთან და ეს პრობლემა ქონდა ახლა რომ რაღაცა განსაკუთრებულ უნარებს გამოავლენ, ამიტომ ნაკლებად მე გეტყვი სათხედავ. მე მაშინებს, მაშფოთებს შედარებით ეს რასაც ახლა აი სიძულვილის ენაზე ითქვა თუ აგრესია, მოდით ესე ვთქვი. აი ახლა თქვენ აზრი დაასრულეთ ბატონ ლევანთან. ისა ნინო, მე ახლა როცა ვლაპარაკობდი აქ, უკვე სამჯერ შემაწყვეტინე და ვერ გავიგე რატო შემაწყვეტინე. თუ დამასრულებინე ფასს, მალე დავამთავრე. გავიგე, ახლა გეტყვი, რასაც ვლაპარაკობ, ახლა მან კერტას არ ხედავ. ეს არის ლოგიკური, რომ ჩვენნაირ განვითარებად ქვეყანაში რაც არის დაბალი პოლიტიკური კულტურა და ვართ ღარიბი ქვეყანა, ეს არის ლოგიკური, რასაც ხედავ. თავარი ამის მასშტაბები, რომ თავარი არ მოხდეს ის, რაც 2012 წელს და ამის საფრთხეს ვერ ხედავ, რომ სპეცრაზმი შეერაღებული დარბოდა და მსგავს რამეს უყურებით, ეს არ ხდება. ეს არ ყოფილიყო, ნინო, მაშინ მე და შემდეგ ყოფილიყავით გაკურებულები, რა ხდება ჩვენ თავს. ეს არ ყოფილიყო. ბატონ ლევანს დაუსავ კითხვას, ბატონ ლევან, თქვენ რა სიტყვით წინა საარჩევნო კამპანია როგორ მიმდინარეობს, არის თუ არა ლოგიკური ის დარღვევები, რაც საუბრობენ არასამთავრობოები, თუ და ნუ დიდი არაფერი, თუ სერიოზულად არის საქმე, მით უმეტეს აი მაგალითად პაატა ბურჯულაძის პარტია, რომელიც დღეს უკვე თქვენ ერთად ხართ და პარტნიორები ხართ, საუბრობს მაგალითად სუსის მიერ მისი აქტივისტების დაშინების თუ შევიწროების ფაქტებზე. თქვენ თვლით ამას სერიოზულ წინასაარჩევნო დარღვევათა შორის, რომელიც მაგალითად არასამთავრობოების ჩამონათვალში დიდად არ ფიგურირებს. მოგესალმებით, მივესალმებით მაყურებელს, მივესალმებით სტუმარს. ცოტა ჩართვა ეს. უკვე მოგესალმებით თქვენ და მაყურებელს. უბრალოდ მინდოდა რომ საზოგადოებას კარგად გაიგო და დარწმუნებულია რომ თავის დასკვნა გამოიტანა. და შეეხება წინასაარჩევნო გარემოს სუსის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, იგივე ქართული ოცნების შემოწირულებთან დაკავშირებით, ხო, როგორც პოლიტიკური პარტიების დაფინანსება, ამასთან დაკავშირებით არის გარკვეული პრობლემები და მე მინდა რომ საზოგადოებას და თქვენს უფრო დეტალურად გესაუბროთ, ხო, იგივე სუსთან დაკავშირებით, მაგალითად, სუსის თვალთვალი და ამ მიმართულებით გააქტიურება, სახელმწიფო რესურსის და ასე ვთქვათ, სუსის გააქტიურებაც, რამდენიმე მაგალითს გეტყვით, მაგალითად, იგივე დღეს ახლა რამდენიმე წუთის წინ მე მოვდივარ თათრეთის პოლიციიდან, სადაც ბურჯულაძე ჩვენივე პარტიის აქტივისტი ახალგაზრდა 25 წლის გოგონა დააკავეს თუ რაღაც ქურდობასთან დაკავშირებით თუმე რაღაცა ეჭმიტანა დაღიქვეს, შემდეგ მიიყვანეს, ნუ პატარა ასე ვთქვათ ანეკდოტებით იყო, გოგონა შაუგრემანი არის და ვიდეოში ქერა გოგონა იყო, რომელიც რაღაც იპარავდა, ხო? ანუ როგორ შეიძლება შაუგრემანი ადამიანი დააკავე იმისთვის, რომ ქერამ რაღაც მოიპარა. ნუ ეს ერთი. მეორე, ასევე პაატა ბურჯულაძის წარმოადგენს ფერი პრინციპში. ხო, არ ვიცი, სასაცილოა, ხო, პარტიის ოფისთან. კარგით, ხო, პარტიის ოფისთან დილიდან საღამომდე დგას კონკრეტული მანქანა, რომელიც აკვირდება, იქ გადაადგილება, ვინ გადაადგილდება, უცებ გამოდის ახალგაზრდა გოგონა, სვამენ მანქანაში და მიყავს პოლიციაში. ხო, რა ვიცი, ნორმალურია, ეს არ არის, ხო, ნორმალური მით უმეტეს გადის ერთ საათი და ხდება, რომ ეს გოგონა საერთოდ არაფერში არ იყო, რა თქმა უნდა. ეხლა მეორე ამისთანა სუსის მხრიდან და ასე ვთქვათ, პოლიციელების მხრიდან აქტიურობა ეს პირველი არ არის, იგივე მაგალითად ხონში ჩვენ ბატონი ტაბიძე, იოსებ ტაბიძე, რომელიც არის ჩვენი შტაბის ხელმძღვანელი ადგილზე, ჩვენ ამას დაკავშირებით განცხადებაც გავაკეთეთ, კონკრეტულ სახელი და გვარებიც ითქვა, სადაც ოფისი ვიქირავეთ, ხო ბატონო, და შევედით, ინვენტარი შევიტანეთ, იმიტომ რომ მე სუსი მივიდა ამ ხელმძღვანელობა მივიდა მე პატრონესთან და უთხრა რომ აქ ასე ვთქვათ ვაშადის ოფისი ვერ გააკეთებს და არ უნდა გააკეთოს და დაგვაცლევინა მეორდეს ოფისი. ამასთან დაკავშირებითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს ყველა ინფორმაცია, დაკითხვაზეც დაიბარეს, შესაბამისად ამას სჭირდება გამოძიება და სწრაფი რეაგირება. პაატა ბურჯულაძის წარმომადგენელში ვანში ასევე გაფორმდება. და დაწყებული ამას სწრაფი რეაგირება ჭირდება ამას, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ვარ და სწრაფად უნდა მოხდეს რეაგირება, რომ სხვა ვარდო დაახლოებით ერთი თვია რაც თუმცა აი მაგალითად ვერ მოხდა არასამთავრობოების მონიტორინგში რა წინაპლევაში იყო სხვადასხვა კიდე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა, რომელიც ასევე ჩვენი მარნეულში რომ კამრან მამედოვი არის ესე ჩვენი შტაბის ხელმძღვანელი, სადაც ამ შემთხვევაში უკვე ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი სულეიმანოვი, რომელიც ფიზიკური ლიკვიდაციით ემუქრებოდა, სიტყვიერ შეურაცხყოფას მიაყენა და ფიზიკურადაც გაიწია მასზე. ახლა რომ მაგალითად ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის თუ კანდიდატის დედა შევარდა. მე შევარდა და თემა იქ. ანუ მე რა მინდა კითხოთ ბატონ ლევან, აქ არის გამოკვეთილი ხელისუფლების მხრიდან დარღვევები, სხვა ოპოზიციური პარტიების ჩაგვრა შევიწროება, თუ არის ტრადიციული წინასაარჩევნო რაღაცა
ქმედებები სხვადასხვა პარტიის მხრიდან. მაგრამ მოსყიდვაში სამი პარტია იყო დადანაშაული. მე შემიძლია ჩამოგითვალოთ. სულეიმანოვი თუ რაღაცა ნაციონალურ ამ შემთხვევაში ნაციონალურ მოძრაობას წარმოგიდგენთ. მე შემიძლია ჩამოგითვალოთ ათობით ფაქტი, აგერ წამოვიღე კონკრეტული ფოტოებიც, რომელიც ასევე მივაწოდეთ ჩვენ შინაგანსაკუთრებათა სამინისტროს ბრიფინგებიც გავაკეთეთ. სუსის თანამშრომელი როგორ ვითვალთვალებს და უღებს და ეს ფოტოები, ასე ვთქვათ, იუსტიციის სამინისტროს მეორე სართულზე და აგერ დაგიტოვეთ ამ ფოტოებს, კი ბატონო, ეს აქვს შინაგანსაკუთრებათა სამინისტროს ჩვენ ამას საჯარო განცხადებებია. თავისი მიზეზით გასცა შინაგანსაკუთრებათა სამინისტროს იგივე თქვენს არ ხდება, თქვენს ოფისში ეს ხდება იუსტიციის სამინისტროდან ეს ადამიანი, რომელიც კონკრეტულად ადამიანი მეორე სართულიდან იღებდა, ასე ვთქვათ, ჩვენს სიტყვას, როცა რეგისტრაცია უნდა გავგებლოდა და გარკვეული პრობლემა შეუქმნა. შემდეგ ეს ადამიანი ჩამოვიდა ქვემოთ და უკვე ქვემოთ გვიღებდა და ახორციელებდა გადაღებას, თუმცა თხოვე ჩვენ წერილით მივმართეთ იუსტიციის სამინისტროს, ვინ არის ეს ადამიანი, რომელსაც ფაქტობრივად საშვი აქვს და მე ვთქვათ, არაფერი პასუხი არ მოგცვლია, ქალბატონო, სამწუხაროდ, ჩვენ მივმართეთ საგამოძიებულ უწყებებს და ეს ადამიანი რითი არის დაკავებული იუსტიციის სამინისტროში, თვალთვალი და ფოტოების გადაღების ფოტოგრაფია. სუსია თუ არ შეგვიძლია ეს არის ეხა ოდერია, წულუკიანის ფოტოგრაფია თუ ვინ არის, ამაზე პასუხი და გაქვს ეს ხელისუფლება, მე ვერ გავცემ ამას პასუხს. ადამიანს მithვალთვალოს და მიიღებს ქვემოთაც, ზემოთაც და მე კონკრეტულ ფოტოს ვარ და ვიდეო მოსწავლე. ეს რომ ანუ ოფისები შეგეშლებათ სუსი უყურებელს. კი ბატონო, გურია ჩოხატაუში მოხდა. მე აიგეთ ეს ოფისი ვერა. არა, ვერ ავიღეთ. ანუ იქ სადაც ახლა ვერავითაც არა, ტაბიძე, გალაქტიონ ტაბიძის შვილიშვილი ეს ადამიანი და მის სახლ-მუზეუმში იქ გახსნა ოფისი, იქ ვერავითაც. ანუ გახსნა მაინც ოფისი. მის სახლში გახსნა. ხო, მაგრამ გახსნა, მოახერხა. მის სახლში გახსნა, ხა აბა სხვა გამოსავალი არ იყო. სახლს რა უგზავნოდა. კარგი, ამას გარდა გურია ჩოხატაურის რაიონის დირექტორმა გულამ ჩალაგაშვილმა შეხვედრის წინ, რომელიც ასევე ჩვენი შტაბის ხელმძღვანელი და სავარაუდოდ მაჟორიტეტის კანდიდატიც იქნება უკვე კოალიციიდან, პედაგოგები სკოლაში ჩაკეტა მასთან შეხვედრის წამოსვლამდე. ესეც წინა კვლევაში ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევაში მოხდა. ამას დაგიტოვეთ ამ ჩამონათვალს შეგიძლიათ რომ გადაამოწმოთ. ეხლა რაც შეეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, ხო? ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ფიქსირდება როგორც თერჯოლაში, დედოფლისწყაროში, სიღნერში, საგარეჯოში, ქუთაისში და სხვა ბევრ მუნიციპალიტეტში. ეს კონკრეტულ ფაქტები რაც მათ მოგვიყვება. ფაქტები ჩამოთვალეთ, ადმინისტრაციული რესურსი აქვს. მოკლედ და ადმინისტრაციული 30 წამში ვიტყვი, ადმინისტრაციული რესურსი. გავიდე და მე განვაცხადე. თბილისში მაგალითად, საწმის რაიონზე, სადაც საერთაშორისო გამჭვირვალობას ჰქონდა კვლევა 83 გადანიშნა მოხდა სხვადასხვა საჯარო მოხელეებს. ანუ რა ხდებოდა ქალბატონო? 83-ჯერ 40 ადამიანი გადანიშნეს სხვადასხვა თანამდებობაზე მარტო იმის გამო. ეს ადამიანები არიან. მოვალეობის შესრულება დანიშნეს. თაწმინდის განმავლობაში 83-ჯერ მოხდა ეს ფაქტი. თაწმინდას საერთოდ თავის კანდიდატურას. თაწმინდაზე კანდიდატურას არ აყენებს ხელისუფლება. არა, მე გეუბნებით, თაწმინდაზე კანდიდატურას კი არა. მე გეუბნებით ხელისუფლება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას პარტიული მიზნებისთვის და რატომ ეს ხო, ეხლა უყურე 83 გადანიშნა მოხდა თაწმინდის განმავლობაში. რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანები გამოსვლას ვერ აბარებდნენ, მაგრამ იმიტომ რომ არიან ქართული ოსმის აქტივისტები და უნდათ რომ იქ თანამდებობაზე ემუშაოთ, აი ამიტომ სხვადასხვა თანამდებობაზე 3 თვის განმავლობაში ნიშნავდა არჩევნებში საერთოდ რეკლამა დავაგვიანებთ ძალიან ხანმოკლე რეკლამის შემდეგ გავაგზავნებთ და განვაგრძობ დისკუსიას.